თანაინვესტიციის ინვესტირების ფონდის პრეზენტაციის შემდეგ ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება და ღიად მოუწოდა მთავრობასაც და ფონდის ხელმძღვანელობასაც, რომ გადახედილიყო ის კანონი, რომლის საფუძველზეც უცხოელ მოქალაქეებს შეუჭერდათ ეს დროებით მიწების შესყიდვა. და აღნიშნა, რომ ეს თუ არ იქნა ეს კანონი გადახედილი, საქართველოში, ესე იგი, ამ კუთხით ინვესტიციები ვერ განხორციელდება, ან ხელი შეეშლება რა. მე ვფიქრობ, რომ მიწა უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეებს. მაგრამ აქაც ერთი პრობლემა გვაქვს. ამ კანონის გადახედვა არის აუცილებელი მოქალაქეობის შესახებ. როგორც ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ხდება, ისე უნდა ხდებოდეს ჩვენთანაც, უნდა გაეცნოს ადამიანი უნდა შეისწავლოს ენა, ქართულ კულტურას, ისტორიას უნდა გაეცნოს, უნდა ჩააბაროს გამოცდა, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობის უფლება. ყველას გვახსოვს ამას წინათ რამოდენიმე ასეულობით თუ არა ათასეულობით თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ეს უნდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის მიუღებელია საიდი ბარათების აღება, არ ეძლევათ ყველაზე დიდი უფლება ადამიანის უფლებებში, ხმის მიცემის უფლება. ცოცხალი ოკუპაცია მიმდინარეობს და პირდაპირ დასავლელი უფლებადამცველები და ის ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან წარიმოს საქართველოში, ვერ ხედავენ იმ უფლებადარღვევებს ადამიანისას, რომელიც ხდება ჩრდილოელი მეზობლების მიერ, როდესაც ადამიანები კარგავენ საკუთარ კარ-მიდამოს, ზოგიერთი სახლზეც კი გაიარა იმ ავთურხლართებმა და ამ დროს თუნდაც ბატონი თომას ჰამერბერგი ხედავს საქართველოში მხოლოდ სექსუალური უმცირესობების და ისლამოფობიის პრობლემას და საკმარისი იყო მისი საჯარო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ჯარისკაცები მიიყვანეს მეჩეთში და ფეხშიშველი და თავშიშველი ხალიჩებზე ჩაამსკრივეს და მოლას ესე იგი ქადაგებას მოასმენეს. ესეთი რამ მონღოლების დროსაც კი არ ხდებოდა, ასეთი შეურაცხყოფა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც მინისტრს და არც ბევრს დღევანდელ ხელისუფლებაში ეს არ უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა ვერ უძლებს დასავლეთის ზეწოლას და ეს ამის შედეგია. ამას წინათ გახსოვთ ყველას ბატონი ჰამერბერგის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აისაფის მისიაში ქართველი მეომრების მონაწილეობა არ არის ინდულგენცია იმისთვის, რომ ჩვენ ნატოში მიგვიღონ, ანუ ის გაღებული სისხლი ჩვენი ქართველი ბიჭების ვერაფრით ვერ წაგვადგება ჩვენ და პირდაპირ განაცხადა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, ნატო არის ღირებულებათა ერთობა. და 17 მაისის მოვლენების მსგავს მოვლენებს თუ ექნება საქართველოში ადგილი, მაშინ საქართველოსთვის ნატოს კარი დაიხურება. მსგავსი განცხადებები არა მარტო ქართულ სულიერებას და ცნობიერებას შეურაცხყოფს, არამედ ეს პირდაპირ არის დარტყმა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისადმი. მოგეხსენებათ, აფხაზებიც და ოსებიც არიან კავკასიური მენტალობის ადამიანები და მათთვის იმდენად მიუღებელია ის, რომ ჩვენთან საქართველოში დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინებები და მსგავსი რამ, რომ ეს პირდაპირ უკვე ტერიტორიულ მთლიანობასაც ურტყავს. ესეთი განცხადებები, მსგავსი განცხადებები, რადგან ისინი არასდროს არ მოისურვებენ იმ ქვეყანაში ცხოვრებას. კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, მათი მენტალობიდან გამომდინარე, რასაც ქვია სექსუალური უმცირესობებისთვის აი ყველა უფლების მიცემას. ასე რომ სახეზე გვაქვს, მოკლე რეზუმესავით რომ გავაკეთო, სახეზე გვაქვს ერთის მხრივ ცოცავი ოკუპაცია, მეორეს მხრივ ფინანსური ოკუპაცია, რაც პირდაპირ გაჟღერულ პრეზენტაციაზე, ერთის მხრივ რუსეთი მოდის პირდაპირ ძალით, იარაღით და ესე იპყრობს ჩვენ ქვეყანას, მეორე მხრივ ხდება დიდი ფულის შემოდინება საქართველოში და
პირდაპირი მოწოდება არის დასავლეთის მხრიდან, რომ გადაიხედოს ის კანონი, რომელიც აჩერებს მიწის გასხვისებას უცხოეთს. დღეს ერთის მხრივ სასწორზე დევს კრემლის ინტერესები, დასავლეთის ინტერესები და მეორეს მხრივ დევს ქართული იდეა. აქ ლევან ჩაჩუას პიროვნება ნაკლებ მნიშვნელოვანია და აი ამ ორ შემთხვევაში მოუწევთ მათ არჩევანის გაკეთება. ჯარისკაცებთან დაკავშირებით როგორ მიიყვანეს? მე თვითონ უყურე. ტელევიზიით გადაიცა ეს, მინისტრმა მიიყვანა ჯარისკაცები, გახადეს ბიჭებს ფეხებზე, შეიყვანეს მეჩეთში, დასხეს ხალიჩებზე და მოლას თუ ხოჯას გადაგება მოასმენეს და შემდეგ ესეთი კომენტარი გააკეთეს, რომ ჩვენ მივდივართ ავღანეთში და ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ გავცნობოდით იქაურ რელიგიას, იქაურ კულტურას და უფრო ადვილს გახდიდა თითქოს მათ საქმიანობას ავღანეთში. ესეთი რამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მონღოლებსაც კი არ გაუკეთებია ჩვენი ჯარისკაცებისთვის ესეთი შეურაცხყოფა, ისინიც კი უტოვებდნენ ჩვენ ჯარს იმის საშუალებას, რომ როდესაც ბრძოლაში მიყავდათ და ომში მიყავდათ, მათ თავიანთი რელიგიური გზნობები დაეკმაყოფილებინათ, მეომრები ჩვენი წინაპრები ეზიარებოდნენ ქრისტეს სისდახორცს, აბარებდნენ აღსარებას და ისე მიდიოდნენ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, სვის ბრძოლაში იღებდნენ მაშინაც მონაწილეობას სამწუხაროდ, მაგრამ ისინი საქართველოს საქმეს აკეთებდნენ და მაგრამ მათ რელიგიურ გზნობებს არ შეურაცხყოფდნენ. ეს იყო პირდაპირ ჩვენი ჯარისკაცების რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა და მე ძალიან ვწუხარ ამაზე, რომ არც ერთი პოლიტიკოსი ამას არ გამოეხმაურა. იმ დროს, როდესაც ბატონი ბაქრაძე მოგვიწოდებს, რომ რაღაც საერთო მემორანდუმზე მოვაწეროთ ხელი ოკუპაციის საწინააღმდეგოდ და ეს არის მორიგი მისი პიარ აქცია და რა თქმა უნდა, უბრალოდ ნოცხლენოდეს, როდესაც პირადად მე მომიწოდებს ამისკენ. მაშინ, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ხალხს მოუწოდება დანი და ჩანგლით დაეცვათ საკუთარი ეზო და საკუთარი ოჯახი და როდესაც ჩვენი მაშინდელი მთავრობის მაღალ ჩინოსნები ერევნის და ბაქოს სასტუმროებში იყვნენ თავიანთი ცოლ-შვილებით, ჩვენ მაშინ გორში ვიყავით და ვეხმარებოდით გარდაცვლილი და დაჭრილი ბიჭების გადასვენებას და უბრალოდ ნოცხლენოდეს ესეთი რამე, როდესაც ესეთ რამეს გვთავაზობს რა. პირდაპირ მინდა უთხრა. ჩემი კამპანია არაზრს არ ამიგია, სხვისი ანტიპი არის. სხვა არაზრს არ გამილანძღია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ლანძღვა არ არის, პირდაპირ შეგონება არის მისთვის, რომ უნდა რწმენოდეს უბრალოდ რა. მისმა ხელისუფლებამ და მეორე პირი იყო იმ დროინდელ ხელისუფლებაში გააკეთა ის, რაც მოხდა 8 აგვისტოს და შემდეგ უკვე მე მახსოვს, როდესაც დაჭრილი ბიჭები მოდიოდნენ, როგორ ელანძღებოდნენ ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი მოტყუებულები აღმოჩნდნენ, თითქოს მხოლოდ კოკოითის ბანდფორმირებები იყო გასაწმენდი ცხინვალიდან და თითქოს დალაგებული იყო ამერიკასა და რუსეთს შორის ეს საკითხი და მხოლოდ აი რამოდენიმე ასეული საჯარო ფორმირებების, კოკოითის კუთვნილი ფორმირებების იყო გასაწმენდი ცხინვალი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ მე როდესაც დაიწყო ეს შემოტევა და მასიური აგრესია რუსეთის მხრიდან, მიხდნენ ბიჭები, რომ მოტყუებულები აღმოჩნდნენ. ამას ღიად აცხადებდნენ. უნდა დაილაპარაკოს აუცილებლად. ხელისუფლება, რომელიც როგორც წინა ხელისუფლება, მხოლოდ პიარ აქციებით შემოიფარგლება და რაღაც იქ და დანიშნით თქვა რუსეთთან კონფლიქტების ბატონი აბაშიძეს დანიშნოს გულისხმობ, მხოლოდ ეს ვერ უშელის ამ საკითხებს. მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ როდესაც ჩვენი მეფეები, დიდი მეფეები, წმინდა მეფეები ჩადიოდნენ და ხალხს უხდიდნენ დამპყრობელს, სულაც არ ეხალისებოდათ დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე თუნდაც საუბრობდნენ ოკუპანტთან და
ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა და როდესაც წლების შემდეგ მოახერხეს ეს მერე უთხრეს დამპყრობელს, რომ თქვენ ხალხს აღარ გადაგიხდით. ამიტომ კეთილგონიერება უნდა გამოვიჩინოთ და მხოლოდ ოკუპანტის ძახილით არ უნდა შემოვიფარგლოთ. თუ მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი, მაშინ მე პირდაპირ ვიტყვი, რატო არ არის თქვა თურქეთი ოკუპანტი, რომელსაც ტაუგლარჯეთი აქვს 1/13 საქართველოს წაღებული, ან საინგილო, თქვა აზერბაიჯანს, ან ლორეტაშირის ასუმხეს. ჩვენ თუ მხოლოდ ასეთი განცხადებებით შემოვიფარგლებით, რომ ოკუპანტი და ამას ვიძახებთ, რას მივახცევთ? ყველა იქით, ისინი ერთად იქით დარჩებიან, ჩვენ ცალკე აქით და ამით ვერაფერს ვერ მივახცევთ. თუნდაც დღევანდელი ურთიერთობა ავიღოთ გერმანიის და რუსეთის. რუსეთს აქვს მიტაცებული გერმანიის ძალიან დიდი ტერიტორია, თითქმის საქართველოს ხელა ტერიტორია, კენიგსბერგი, დღევანდელი კალინინგრადი და არა მხოლოდ მიწა აქვს მიტაცებული, არამედ ეთნიკური წმენდა განახორციელა და იქიდან გერმანელები გადაასახლა. მაგრამ დღეს ყველაზე დიდი პარტნიორი დასავლეთიდან რუსეთის არის გერმანია. პირდაპირ შუახალახში არათუ მართუხლართი, არამედ კედელი მე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ის კედელი და გერმანია მიზანმიმართულად ნელ-ნელა ნაბიჯ მიდიოდა იქითკენ, რომ ჯერდე ოკუპაცია მოეხდინა თავისი ქვეყნის, ეს ბერლინის კედელი დანგრეული იყო და დარწმუნებული ვარ, ესეთი გონივრული პოლიტიკით დიდი შანსი აქვს, რომ ის კენიგსბერგის ტერიტორიების დაიბრუნოს. ამიტომ ჩვენც ესე ნელ-ნელა ნაბიჯ უნდა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სულიერების და ჩვენი ცნობიერების დაცვა. ხელისუფლის მოვალეობა მთავარი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სულიერების და ჩვენი მენტალობის შენარჩუნება აი ამ გლობალიზაციის პერიოდში. რა თქმა უნდა, იმ სიკეთეების მიღება, რაც აქედან შეიძლება რომ მიიღოს საქართველო